მოგისალმებით. მე უბრალოდ ნუბი ეს არის უნუბი ტუტორიალი. არხის ადოსდებ ხოლმე სხვადასხვა ტუტორიალებს და რა ხდება დღეს. დღეს უნდა გავაკეთოთ thumbnail-ი. Thumbnail-ი ჩემი OBS-ის ვიდეოსთვის, რომელიც უკვე დევს არხზე. თუ გაინტერესებთ რა ვიდეო როგორ არის, რა OBS-ობა და მთელი ამბები, შეგიძლიათ გადახვიდეთ არხზე ნახოთ OBS-ი რა არის და როგორ გამოვიყენოთ. და ეს იქნება ფაქტიურად ძალიან მარტივი ტუტორიალი YouTube thumbnail-ზე. მარტო იმიტომ რომ thumbnail-ებზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, ძალიან მოუწევს thumbnail-ები საერთოდ მე პირადად. სულ ინტერესდები ხოლმე thumbnail-ებით. ბევრ thumbnail-ს უყურებ, ბევრ thumbnail-ს ნახულობ, ვერნაირი და მსგავსი ამბები. მაგრამ thumbnail-ზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო საერთოდ ჯამში. ეს შემიძლია გითხრათ. ამიტომაც ამ ვიდეოზე მაქსიმალურად მარტივად დღეს ვაკეთებ YouTube არხს და დღეს მინდა რომ thumbnail-ი მქონდეს, ვიდეო არის ეს. და აი ესე გავაკეთებ Photoshop-ში thumbnail-ს. პირველ რიგში, და როცა thumbnail-ის კეთებას ვიწყებთ, შეიძლება ვფიქრობ, ან Photoshop-ით უნდა ვიცოდე, ხო რავი. Photoshop-ი უნდა იცოდე კი არა. ანუ შეიძლება Photoshop-ი არ დაგჭირდეს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ამეც უნდა შეიძლება დაგჭირდეს, არ დაგჭირდეს გავსი ამბები აღარ პროგრამების thumbnail-ი უნდა იცოდე რა გინდა იქამდე სანამ გააკეთებ ამ შენ thumbnail-ს, ანუ იქამდე რაღაც წარმოდგენა უნდა გქონდეს thumbnail-ზე, როგორი უნდა იყოს ის, დაახლოებით მაინც რა უნდა ხდებოდეს, ანუ დაახლოებით რაღაცა ჩანახატი მაინც უნდა გქონდეს თავში ამ შენი thumbnail-ის, რა უნდა ხდებოდეს ამ thumbnail-ს. მაგალითად მე მაქვს ჩანახატი thumbnail-ის ის, რომ აი ვერ გაჩვენეთ, რაღაცა აქ უნდა ვიყო მე, აქ რაღაცა აქ უნდა იყოს OBS-ი და всё, ეს უნდა იყოს და ტექსტი უნდა იყოს როგორ tutorial-ის ამბავში მინდა ტექსტი როგორი იყოს, აქ OBS ლოგო იყოს, თვითონ OBS იყოს, აქ მე ვიყო. აი ეს არის მთელი ჩემი thumbnail-ის იდეა ამ მომენტში. და ეს ყველაფერი როგორი იქნება, რეალურად აი პროცენტულად რო ავიღოთ, არ აქვს იმხელა მნიშვნელობა, რა დაახლოებით ალბათ 30%-იც არ არის, ანუ 20% ან არის დაახლოებით ხარისხი თუ როგორი იქნება ეს thumbnail-ი. თავი არის იდეა thumbnail-ში. რა უნდა ხდებოდეს thumbnail-ში, ვისთვის გვინდა ეს thumbnail-ი, როგორ და მოკეთ დაკლიკება ამ thumbnail-ის თავარი დანიშნულება არის, რომ დაკლიკებინოს მაყურებელს და აჩვენოს ვიდეო. და დაკლიკებისთვის, ანუ თავარი შინაარსი არის დავიჭიროთ ეს მაყურებელი, ვაჩვენოთ ამ ჩვენი thumbnail-ით, რომ აქ ის არის, რაც შენი ხა გაინტერესებს. და თუ უყურებ ამ ვიდეოს გამოგადგება. ეს არის ჩვენი thumbnail-ის მიზანი. ანუ გასართობ ვიდეოს თუ თუ ეს არის რაც გაგართობს, ეს არის რაც დაგაინტერესებს და მოკეთ გავსი სხვადასხვა ამბები. ხო, რადგან ეს ხარისხი არ ვიკიდებით, პირდაპირ და იდეები არ გვაქვს, არ ვიცით, დღეს ვიწყებ YouTube-ს, დღეს ვემინდა thumbnail-ი, მაშინ მივდივართ ChatGPT-ს და პირდაპირ ესე მარტივად ChatGPT-ზე რეგისტრირდებით, მარცხენა მხარეს ეძებთ DALL-ის, გადავდივართ DALL-იზე, GPT ამ მომენტში გვაძლევს საშუალებას რომ გავაკეთოთ, რომ სამი იდეა უთხრათ, სამჯერ დავაგენერირებინოთ სურათი, ეს არის უფასო ვერსიაში და შეგიძლიათ ამ სამი დაგენერირებული სურათით გააკეთოთ რამე. მაგალითად, აუცილებლად thumbnail-ის ასეთანაც ვაკეთებინებთ, ვეუბნებით, რომ უნდა იყოს ეს სურათი 16:9-ზე, პირველი ტექსტი იწყება ჩვენი ამით 16:9-ზე უნდა გავგეკეთოს და შემდეგ ვიწყებთ იდეას, ვეუბნებით, რომ ეს არის YouTube-ის thumbnail-ი. აი ესე ქართულად ესაუბრეთ, პრობლემა არ არის. თემა არის OBS-ის tutorial-ი, რაღაცა სწავლება დავწეროთ, სწავლება, tutorial-საც მიხვდება თავისუფლად. და დამიხატე შენი ვარიანტი, რომ იყოს დაკლიკებადი. მაინც დამატებით ვთქვათ ვიდეოში რა ხდება, არის OBS-ის საწყისებზეა. всё. მაგალითად შეგვიძლია სათაურიც ვთქვათ რა უნდა დაერქვა, რას ვარქმევთ ამ ვიდეოს. ვიდეოს სათაურია, ჭრილები გავუხსნათ, როგორ გამოვიყენოთ OBS-ი. всё. ეს თუ ვარიანტი. და გავუშვათ, დავაგენერებინოთ ChatGPT-ს. თუ ჩვენ ვერ ხვდებით რა და როგორ გვინდა, არ გვაქვს გამოცდილება მაგისი, ვეუბნებით ამ ყველაფერს, შეცვალეთ ეს ყველაფერი თქვენი ნებაზე, მაგალითად არის Roblox-ის ვიდეო, არის GTA-ს ვიდეო, ჰაერში დახტიან მანქანები დახვდოდით, ვიხაროთ და მსგავსი ამბები. გვთავაზობს ესეთ რაღაცებს ChatGPT
რავი, ცუდი ვარიანტი არის რაღაცა OBS-იან ტუტორიალის თემა არის, აქაც კომპიუტერი გვაქვს და მთელი ამბები. OBS-ი არის. ჩემი აზრით ეს ცუდი thumbnail-ია. ანუ იდეა არ არის რაღაცა საინტერესო დიდად. პირდაპირ გვაჩვენა რომ ვიდეოს უყურებს ვიღაცა, სადაც არის OBS-ი, აქ არანაირი OBS-ის ტუტორიალობა ჩემი აზრით არ არის. არ ვიცი, ამით თუ ვინმე მიხვდება რომ რამე OBS-ი ხდება, არ ვიცი. მოგეთ ეს არის მთელი ChatGPT-ის პრობლემა რეალურად, რომ იდეების ამბავი გვიჭირს, მაგრამ მოდი ეს პირდაპირ იდეა ჩვენ ვუთხარით. რა ისე მარტივად. ეხლა ჯერ ვუთხარ თუ იდეა თვითონ გითხრას. პრობლემები ChatGPT-ის ვერსიაში ბრუნდებით და ვეუბნებით იგივეს, რომ OBS-ზე გადავიღეთ ტუტორიალი და მინდა thumbnail-ის 5 იდეა ამ ვიდეოსთვის. ტვის მიხვდება თავის. რა თქმა შენ YouTube და OBS-ზე უფრო კონკრეტულად მითხარი. ასწავლით. ტუტორიალია OBS. OBS. ინგლისურად არ გადაერთო OBS ის. ეს საწყისებია თქო დაუწერეთ. ნახოთ ის გავაჩეროთ და დაიჭერთ თვითონ მიხდება. აი, შენი იდეა მოგცა. შენი გაკვირვებული სახით OBS-ის ინტერფეისია ფონზე, წითელი ისრით, ან წრის გამოყენებით სცენას პანელზე, თადი გენიალური არ არის. Before after-ის სტილში მარცხნივ OBS-ის შოლოები პანჯარა, მარჯვნივ კარგად მოწყობილი სცენები. არ მგონია ეს გამოდგეს. Before after-ის კარგი გამოსაყენებელი ამბავია რეალურად thumbnail-ებში, მაგრამ ტუტორიალში არ მგონია გამოგვადგეს. მოგეთ პირველი და ალბათ მეხუთე. არა მეხუთეც არ მოვიწევ. მოგეთ პირველია ჩემთვის ყველაზე ნორმალური. ვთქვათ რომ პირველი გაგვიშალე ისე რომ მოგეთ პირველი გამიშალე ისე რომ დალის რომ მივიწერ გააკეთოს 16:9-ზე. პირდაპირ ესეთ და მეტყვის ახლა მთელი ტექსტი. ანუ თავის აჩვენიო და ეგეთები არ მაინტერესებს, ავიღოთ ეს ტექსტი, გავუშვათ დალისთან, ნახოთ რა სისავს. ბევრად საინტერესოა, მაგრამ OBS-ი არ არის აქ. კაია რა, წინას ჯობია. სულ ვიდეოთ რო უთხარით, იმას ჯობიან. თვითონ იდეა მოვაფიქრებთ, ეგეც კაი. მოკეთ მაინც ვიდეო თიქამდე რომ ChatGPT კი კაი არის, მაგრამ თავი იდეალურიც ვერ არის რა. ამიტომაც მე, ჩემი განმსახედიდან ისე არის. ხა მე რასაც ვთვლი იდეალურად, მოდი მაგას გავაკეთებ. იდეალურად რა ბევრად კარგად ასეს ვთვლი მაგას გავაკეთებ. პირველ რიგში მჭირდება ჩემი სახე. აი ესე გამოიყურება, ეს გენიალური სახე ავიღეთ. ისეთი სახე მივიღე რომ თითქოს რაღაცა ვიცი. ხო და უნდა მოვნიშნოთ ეხა ისე მარტივად. უცებ გავაკეთებ, შეგიძლიათ შიანი ლოტობს გავსი რაღაცებით, დიდად არ აღვხსნი რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, იმიტომ რომ პროფესიონალი არ ვარ და მაქსიმალურად მოყარული ვარ და რო ვილაპარაკო ეხა იმას ვაკლიკავ, ამას ვაკლიკავ თქო, მოგატყუებ რომ ვითომ ვიცი რას ვაკლიკებ, ანუ ვიცი რა ფუნქცია აქვს, მაგრამ მაგის სახელი ალბათ არასდროს არ წამიკითხია. პირდაპირ მივაკლიკე მეც რაღაც ტუტორიალის ყურებისთვის და ისე ვისწავლე, ამიტომ ეს ვისწავლოთ, ანუ აქ Alt-ს დავაჭირე და აი ამ მონიშნულებს ეხა ვაუქმებ, ანუ რასაც მოვნიშნე, ეხლა Alt-ი მაქვს დაჭერილი და შევაერთებ წაიშლება. Shift-ს თუ დავაჭერ, შემიძლია აღვადგინო, ანუ ეს ნაწილი მოვნიშნე და აღვადგინოთ ეხლა ამით. Alt-ით ისე მოვნიშნა, რომ აი ეს ნაწილი გამიქროს. მოგეთ რაღაცა მოვნიშნეთ, ასე თუ ისე ჩვენი თავი ხარისხს არ ვეკიდები, კიდევ ერთხელ ვამბობთ, თავია იდეა და არა ხარისხი, აი ესეთი მარტივი ახსნა გვაქვს. ვიღებ ჩვენ თავს, კი ანუ სურათს. შეგახსენებთ მონახაზის მიხედვით, მარცხნივ ჩემი სურათი მიყავს, მარჯვნივ მთელი ამბები. მოკლედ, ესეთ რაღაცას ვიყენებ ხოლმე, თავს ვადიდებ. იმიტომ რომ რაღაცნაირად უფრო კარგად გამოჩნდეს და რაღაც კარიკატურულად მსგავსი ამბები. მოგეთ ახლა გავადიდებ ჩემ თავს, აი იქიდან ვიწყებთ, არაფერს არ ვაწერ, არც Shift Alt-ს, უბრალოდ მონიშნული მაქვს ეს თული. აი ესე მივიყვებით, ცუდად გავაკეთე ეს ახლიდან დავიწყებ. ოპ, აი ესე უბრალოდ სარიელი და აი ესე ოპ, გავიდა, წამოვიდა, გადავიდა და მოვედით აქ. Ctrl-J-ს ვაჭერთ და ეს თავი ცალკე გამოგვიყო აქ ლეიერად, აი ეს თვალის ჩავაკეთ ავანთეთი. შემდეგ ამ თავთან მივიდივართ, Ctrl-T-ს დავაჭერთ, T-ს, Alt-ს დავაჭერთ ახლა და აი ამ მივიდივართ აი ამ კუთხესთან. აი რავი კიდე ახლოს ვერს უმა. მოგეთ Alt-ით მივიდივართ ამ კუთხესთან, დავაკლიკავთ და ვადიდებთ ამ ჩვენ სულ თავს. აი ეს
ეხლა ცოტათი მაღლა უწიოთ და ისე მივიწიოთ რომ რაღაცნაირად ნორმალურად ჩაჭდეს რა. ნორმალურად თუ ჩანდეს. შემდეგ გავშევით, ვიღეთ ბლარის აი ესეთ რაღაც წვეთს. თუ არ ჩანს მარჯვნივ ლაკით, თუ დააგილიკავთ სხვადასხვა გამოჩნდება. შევცვალე სცენ ის ამბავი რა. display capture-ს გადავიყვანე, თუ არ იცით რა display capture-ი, ვიდეო დევს. მოკეთ ბლარს ვიღებთ, ანუ მარჯვნივ ლაკის ეს არ აჩვენებთ დატოყოს Windows-ში, და მაგითო. მოკეთ აქ ბლარს ვიჩევთ. მე ესე ვაკეთებ, აი ამას დავბლარავთ დაბლთა მხარეს. აი ესე, რაღაცნაირად. გარშემოსაც დავბლარავ. აი ხარ დაიბლარება, იმიტომ რომ ის ლეიერი. მოკეთ ამასაც დავბლარავ გარშემო. თვალებთან მივიტანთ. Alt-ს დავაჭერთ და დავაკლიკავთ ესე. Შეგიძლიათ Alt-ს არ დააჭიროთ, აი აქ აირჩიოთ აი ეს სამკუთხედი. და იგივე ფუნქციაში ასრულებთ Alt-ის დაჭერის გარეშე. მოკეთ ეს თვალები რომ გამოგვიკვეთ, ეგეთი ვარიანტი გავაკეთე. შემდეგ დაბლთა ლეიერზე გადავდივარ და აქაც ბლარით ესე გავუყვებით გარშემო ამბებს, დიდად არ მაინტერესებს მანდ რა ხდება. მოგეთ ფოკუსირება, სადაც არ ხდება, დიდად მივბლარავთ. ეხლა ორივეს ვირჩევთ, ანუ კონტროლით შეგვიძლია ესე ავირჩიოთ, კონტროლი და მეორე, ან shift-ით რამოდენიმე შეგვიძლია მოხსნათ. Control S დავაჭერთ, გაგვიერთიანდება ეს ორივე და ესე ერთად გამოვიყენებთ ესე, ან შეგვიძლია პირდაპირ მონიშნული გვეტარებინა. ხო აი ბლარი იქ რო გავაკეთე, ხა ის თმაზე ესეთი ფუნქცია დამიტოვა, ამიტომ ჯობდა ჯერ ჩამომეწია და მე გამეკეთებინა იქ ბლარი. მაგრამ კაი, ამითაც გვეშველება. აი ესეთი რაღაცა გამოგვივიდა. ჩემი თავი არის. ეხლა რა ვშვებით? მოდი ბევრი რაღაც კი შეგვიძლია ვიმოიმოდოთ, მაგრამ მარტივად რომ მივყვეთ, შევიდეთ ფილტრებში, ზევით ფილტრებს ნახავთ, ფილტრებიდან შემდეგ კამერა როუს ნახავთ და გაგვიხსნება ესეთი ამბები. კამერა როუსში ნავიბოთ კონტრასტი, ოდნავ კონტრასტს ავუწევ, ოდნავ ამას exposure-ს ავუწევ, შავებს მოვუმატებ, თეთრებს ოდნავ ესე გავუსდი, სატურაციას ოდნავ ესე გავუსდი, ტექსტურებს ესე ავწევ. მოგეთ რაღაცნაირად თვალს რომ ეს ამოვნოს ვარიანტი შევქნათ რა რაღაცნაირად, რაც მოგვიწონება დავტოვოთ ოკეი, ის ვაჭერთ და რაღაც მივიღებთ ესეც. მე ასევე გამოვიყენებ ამ tools ხელს უფრო და ხელს ესე გავუყვებით და ჩავაბნელებ ამ ადგილებს, რაც დიდად ფოკუსირებაში არ მინდა რომ იყოს, არ მაინტერესებთ, ამას უფრო გავაშავებ, ამებს აქაურებსაც ჩავაბნელებთ, აი ამ ადგილებსაც მივაბნელებ და მე გადავალ ისე მეორე tools-ზე, ამით პირიქით გავანათებ აი სახის და მსგავს დეტალებს, აი ეს მივანათებ. ეხლა გადავდივართ ფონზე. ესე იგი დავსკრინე ხა OBS-ი. აი ესე OBS-ის სკრინი მაქვს აქ. იდეას მიყვებით ისე OBS-ი უნდა იყოს OBS-ის ლოგო და ტექსტი როგორი. შეუძლებელად იდეა თუ გვაქვს, ყველაფერი შენივად მიდის. მოგეთ ესე OBS-ი იყოს. Ctrl-J-ს გავაკეთებ ამ OBS-ის და წინა layer-ს ავიღებ და გავოდიდებ. აი ესე უკანა ფონი მქონდეს. ეხლა ფილტრებში შევალ, blur-ში შევალ, gauss blur-ში შევალ და ამას ესე მივბლარავ, აი ესეთი თემა. გავუშვით. შემდეგ დავუჭერთ Ctrl და U-ს ისევ ამ layer-ზე, უკანა ფონის და რაღაცა ფერი დავაკლოთ პირიქით, ესე აჯობოს თითქოს რაღაცნაირად ჩავამუქოთ, რომ წინაშე გვიშალოს. ეხლა რა ვშვებით? ეს გვაქვს ხო? ეხლა გვინდა OBS-ის ლოგო. Google-ში ვსერჩავთ OBS ლოგო PNG და ვიწერთ თურაც. მარჯვენა კლიკი, copy picture-ი. დავბრუნდებით უკან. Ctrl V. Ctrl V. შემდეგ ამ ხელა სურათი რო არის, Alt-ს დავაჭერთ და უკანა გადავსკროლოთ მაუსს. შემდეგ ისევ Alt-ს დავაჭერთ და ესე დავაპატარავებთ, ავწევთ, კიდე მივაპატარავებთ, მივალთ ისევ ახლოს Alt-ით და მაღლა ასკროლით. ოკეი. დავაჭერთ Enter-ს და ესე გამოგვისწორდება. შემდეგ ისევ ბრუნდებით აი ამ tool-თან, მარჯვენა კლიკით, ვირჩევთ Magic Wand tool და ვაკლიკებთ აი ესე შავზე, რომ აი შავი გამოგვიყოს. და ვაჭერთ delete-ს. всё, გარშემო სიბნელე გაქრა. OBS-ის ლოგო აქ გვაქვს, ეხლა ამ OBS-ის ლოგოს ესე დავაყენებ. ისე. გამოყოთ. ტექსტი როგორიც მინდა, არ დაგვაუწყდეს. მაინც იმიტომ რომ რაღაც ადგილი თითქოს აღარ მეტევა. OBS-ის ლოგო აქ გვაქვს, აქ ლეიერების დაბლა. არ ჩანს ეს წამის ისე გამოჩნდეს. აი აქ. ეჩინო ყარის გვაქვს. ნახევარული წრი არის შავ-თეთრი. აქ შედივა brightness contrast-ი ავირჩიოთ. აი ესე. შემდეგ ამას მასკავთ ამ OBS-ის ლოგოს, OBS-ის ლოგოს თავზე უნდა იყოს. მარჯვენა კლიკით შეგვიძლია დავაჭიროთ და create clip mask და მარტო ამაზე იმოქმედებს ახლა ეს. ან შეგვიძლია ამაზე დაგვიჭირო უბრალოდ და ამ ღილაკითაც მიიმაგრებოდა.
ნუ ამას ახში კონტრასტს ვდით, ოდნავ რომ ანათებდეს მთელი ამბები, რაღაცა უფრო გავალამაზოთ ის ლოგო. შემდეგ რაც ვიდა, ამ ლოგოს დავა Ctrl J, ანუ გამოვყოფ ორზე, ის მასკი მოშორდა და ისე დავაუბრუნოთ. მოგეთ Ctrl J გავუკეთეთ და მის უკან დავაყენე ლოგო. ისევ ბლარში შევდივარ, მუშინ ბლარში შევდივარ. აი ეს მუშინ ბლარს დავავწევთ. რაღაც ის ეფექტი გქონდეს უკან. შემდეგ აი ეს OBS-ი რო გაქვთ თვითონ. ამ OBS-ი ხა ვისწრები აქ რაღაცა იშველება, აქ არაფერი იშველება. ამიტომაც ამ OBS უშველოთ ბლარით. გონი ოდნავ გაუს ბლარი მივიცე არ ეწყინება. აი რაღაცა ესეთი გაუს ბლარი მივიცეთ. ამასაც მივიცეთ იგივე brightness კონტრასტობა, ის არა. brightness კონტრასტობა მინდა. ისე იმას იმოვაგროთ მაგაზე. ესე გავანათოთ. აი ესე გამოვყოთ. შემდეგ ამას ჯობია ახლა გავაერთიანოთ shift-ით, ანუ ჯერ shift-ს ვაჭერთ, ამას ნიშნავთ ჯერ და მე ახლა Z-დას. რაც გვინდა რომ გაერთიანებული იყოს. ამას მონიშნულზე დაბლა კი არა და მარჯვენა კლიკი და group for layers. გრუპის სახელია არაფერი, პიტები ოკეის მივაჭეროთ group 1 ერქვა დიდი ამბავი, ჩავაკრებთ ეს არის, მოკე. group 1-ს ნიშნავთ Ctrl T. ახლა რაღაცები მივწიოთ, მოვწიოთ ელი ამბები. ტექსტი როგორი მჭირდება და ყველაფერი დასრულდება ფაქტიურად. ვქნით ტექსტს. წერტო როგორ კითხვის ნიშანი აუცილებლად შევდივართ სტაილებში, მე გამზადებული მაქვს ჩემი სტაილი. ჩემიდან მე გავამზადე და არ ჩამიწერია მოკეთე მე თვითონ გავაკეთე. სტაილები როგორ კეთდება თუ გაინტერესებთ, მაგას შემიძლია ვიდეო შემოგთავაზოთ. ეს მაღლა ავწიოთ, შუბლზე რო გადმოვიდეს, რა პრობლემაა, როგორი მინდა. ვეცადოთ ცოტა ცენტრში მოვიტანოთ ყველაფერი, იმიტომ რომ მოწყობილობებზე მოკეთ არ ჩანს ეს კუთხეები და გარშემო ამბები არ ჩანს. ვეცადოთ ცენტრში კარგად მოვიტანოთ ყველაფერი, რაც გვინდა რომ დაინახოს მაყურებელმა. სახე აშკარად მარცხნივ ვისაწევი ადგილი აღარ ყოფნის აქეთ. ძალიან წინ მოგვივიდა, როგორი ესე გამოწიოთ, კიდე უფრო გავადიდოთ. OBS-ად შეხებოთ ცოტა ესე, მოკეთ ეს ყველაფერი ხალხი მივიწი, მოვწიოთ, რაღაცას მივახციოთ, გრუპში შევალ. და პრობლემა მაქვს. როგორი მინდა რომ ამ ლოგოს უკან იყოს. მოდი ამ ლოგოს ავიღებ, shift-ით ისე მოვნიშნავ, ავიღებ და როგორი ისევით დავაგდებ. აი ეს. ეხლა ეს როგორი მინდა რომ ჩანდეს ისე რომ თან. ლოგოს უკან კი არის, მაგრამ მინდა რომ თან ჩანდეს, ამიტომ ლოგოს ოდნავ ჩამოვწევთ, ეგ არა. ლოგოს ძალიანად. აი ესე. აი ისეთი ამბავი ცოტა კიდე გავოთიდოთ. და მივიღეთ რაღაც ესეთი ვარიანტი. როგორი ასეთ ისე ჩანს, ჩანვარ OBS-ი ჩანს. ქვნი ახლა დამატებით layers, alt-ი, ვაჭერთ Ctrl Alt Shift და S. ამის ერთიანდება ჩვენი ყველა layer-ი, ერთ სურათად, ანუ ეს ყველაფერი ხა დაბლა წავშალო, ეს სურათი დამჭება, აი ეს სურათი არის ხა ეს. ჯობია არ წავშალოთ მაინც, გვედოს. რაიც ეს ამის შეცვლა დავჭირეთ, მაგრამ მოკეთ ამით გამიერთიან და ისევ შევდივარ კამერა როვში და ფერებს რაღაცა მოცლი, რამე თუ არ მომეწონი დიდად, მივიწევ მოვწევ. რაღაცნაირად ისე რომ ჩემთვის რაღაცნაირად მომეწონოს ვარიანტი შევქმნათ. რომ ისე მომდოს თვალზე უბრალოდ, თორე მორჩა თამნეილობა შეასრულებს, რაც, ანუ რა იდეაც დევს ამ თამნეილში, ის იდეა თუ კარგი გამოდგება საბოლოო ჯამში იმუშავებს და აკლიკებინებს ხალხს. მოკეთ ეს არის მთელი თამნეილის ამბავი, ახლა დავასეივოთ ფაილი, შემდეგ მე ვასეივებ ეს ექსპორტი, quick export PNG. ვირჩევ სადგინდა და სევის მიაკლიკავთ და ნუ დასევიდება მაგით. მოკეთ ესეთი ამბავი გამოვიდა, თუ რამე გაინტერესებს დეტალურად კიდე დაკომენტარეთ, ვეცდები რომ მაგაზეც თუ ვიცი შემოგთავაზოთ ვიდეოები მაგაზეც. შეხვდებით შემდეგ ვიდეოებში, ნახვამდის.